მოგესალმებით ყველას, მე ვარ დღეს გადავიღე Minecraft hardcore-ს, მოგესალმებით ეს ვიডিო და ლაიქი და კომენტარი გამოიწევთ ჩემს და გააქტიურეთ ზარის ხილეთ ჩემიტები არ გამოტოვოთ. მეგობრებო, სამწუხაროდ წინა hardcore-ში მოვკვდი და როგორ დამემართა ახლა ამას გეტყვით, მაგრამ ჩემი ბრალი არაფერი არ იყო. უბრალოდ თამაშობდი. ფერმა რო დავთ ესე, მეთქი იმ წყალზე ნახევარ ბლოკებს ჩავალაგებ მეთქი და ეგრე მექნება მეთქი გაკეთებული რა. ანუ ზემოდან ვტადებ იმ ნახევარ ბლოკს, ქვემოთ წყალი რჩება და ანუ არანაირად არაფერი არ ფუჭდება და ეგრე რომ დამეტოვებინა აღების დროს შეიძლებოდა ეს რასაც ავიღებდი, მაგალითად თუ ავიღებდი კარტოფილს, სტაფილოს ან ვითს ან რაღაც სხვა ეგეც, შეიძლება ჩაყრილიყო წყალში და მე ამოსვლის დროს ის ადგილი, სადაც ავიდოდი, შეიძლება გაფუჭებულიყო და მომიწევდა ხელახლა გაკეთება და მეთქი ეგრე გავაკეთებ მეთქი. ანუ დაღამდა შევედი და დავიძინე, გამოვედი, ცოტა ხანი ტელეფონი დავდე, მოვედი და რაც ხედავ, კრიპერი აფეთქებულა და მკვდარი ვიყავი. ეს ერთიც უნდა მაბატიოთ მეგობრებო, მაგრამ აი ამ hardcore-ში მართლა თავიდან ბოლომდე დავხურავ. hardcore mode-ი ჩავართოთ რა თქმა უნდა, გადავიდეთ adventure-ში, თუ რა ჯანდაბაც ქვია. აუ, ცოტა მე მგონი ხმა მაღალზე არის მეგობრებო და იმედი მაქვს მაბატიებთ. კოორდინატები ჩავართოთ, ასევე როგორც დღეებიც უნდა ჩავთოთ თუ რამდენი დღე არის ცოცხალი ვართ. მეგობრებო, ხმებს ეხლავე ჩაუწევ, თავარია შექმნა და მე დავაპაუზებ და სეტინგებიდან გავასწორებ. გადავითეთ ეხლა ჩვენს უკვე რესურს პაკები ჩავაგდოთ ეს რესურს პარკი, თუ რა ჯანდაბაც ქვია რესურს პაკი, კი ბატონო, და ასევე ჩავაგდოთ night vision-ი. ესეც დაგჭირდება რა თქმა უნდა და შევქმნათ, რატომაც არა. თქვენ მეგობრებო, აუ რა ცუდი ხმები არის მეგობრებო, მაპატიეთ, გამოვასწორებ აუცილებლად, დავაპაუზებ და დავაპაუზებ რა არის შევიდეს და სეტინგებიდან გავასწორებ. თქვენ მეგობრებო, ვიდეოზე ლაიქება, არხის გამოაწერა და ზარეს ღრეის გააქტირება არ დაგავიწყდეთ, სულ რაღაც ორი გამომწერი მაგალია 450 გამომწერამდე და იმედი მაქვს ამ ვიდეოს მერე ავალთ. ესეც ასე შეიქმნა რაც მთავარია. აუ ძალიან დიდ ხმებზე არის მეგობრებო. მოდი გავასწორებ ამ ყველაფერს ეხლავე. სად არის აუდიო და მოიცადეთ. ანუ ხა ეს მე მგონი ესე ჯობია მეგობრებო. კარგით, ნუ არ თუ ისე კარგი სპაუნერი გვაქვს. ეს რა არის? არც თუ ისე კარგი სპაუნერი გვაქვს მეთქი და ეგრევე სოფელი გავჩითი. ანუ ორჯერ შევქმენი hardcore-ი, კი არა, სამჯერ შევქმენი და სამიდან ორი სოფელი ვიპოვე. ანუ ერთი სპაუნთან ძალიან ახლოს და მეორეც მე მგონი მალევე ვიპოვე, აღარ მახსოვს რა თქმა უნდა. sugar cane-ები ავიღოთ, შემდეგ რო გავამრავლოთ და რა თქმა უნდა თავიდანვე ორ villagers ჩავკეტავ. ამისთვის დაგჭირდება ჩვენ ორი ცარი ერთი ბლოკი, აზრი არ აქვს რას ავიღებთ. გადავიდეთ ახლა უკვე და გავვლუთოთ ჩვენი village-ი. და რა თქმა უნდა აქვე დავრჩები. სხვაგან წასვლას არ ვაპირებ რა თქმა უნდა. მეთქი კევი არის. შედი გთხოვ რა აქ, იმედი მაქვს. ეგრევე library-ანი გაიჩითა. ლიჟბი ერთი შემოვიდეს რა, მაგრამ ზემოდან არის გასასვლელი. იცის კაცმა რა, იცის, აი უკვე ერთი ჩავუკეტეთ. შენიერი აქ ვინმე ხომ რომელიმე villageri ხო არ არის, არ არის, მოდი მაინც ეს respawn point-ი დავდო თვითონ ამაში გამოგვერგება. გავუმარჯოს villagers. ისეც ესე მშვენიო რა, ორი villageri ჩაკეტილი ყავს. ის მაინც ვერ გამოვიდეს მეგობრებო, მაინც ერთი ჩავუკეტოთ კიდე. დორე იქ შეიძლება იქიდან გამოვიდეს რომელიმე villageri, გადმოვიდეს. შეძლოს და გამოვიდეს, ამიტომაც ჩავუკეტოთ ჩვენ სხვა villageri-ები, კარგი. ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ვიპოვე ისეთი კარგი. მაგრამ არა უშავს, აქაც არაფერი არ არის ხოლმე. გავიდეთ. და დავუთვალეთ ახლა უკვე ზემოთ რა ხდება. აქაც არავინ არ არის და არც chest-ი არ არის მე მგონი. როგორც დავინახე და ესეც არის. ოპა, ეს მშვენიერი village არის. კაი. აქ ჩვენი ფერმა, რა თქმა უნდა, ამებს ავიღებ და აქეთაც ყოფილა სახლები, არ ვიცოდი თუ იყო, არ ვიცოდი რა. არ დამინახია. აი, არც აქეთ არ არის, იქ არც არავინ არ იქნება შესული და წამო იქნებ აქაც იყოს რომელიმე villageri შესული აქ იყოს. და აქ ჩავიდოთ. ჯერჯერობით არავინ არ არის, რაც რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდია.
კაი, აქ რა გითესია ძმაო? შენ კარტოფილი გითესია, კაი. არა უშავს არანაირი პრობლემა ამაზე არ არის. ავიდეთ ზემოთ. და გავაგზავნოთ ჩვენი ლუთაობა. აქ მე მგონი ვილეჯერი შევიდა. ხო? არა, არ შესულა მომეჩვენა. კაი, რასადმე შედით? ვილეჯერი რო ჩავგეტო, თუ შეიძლება. ერთი ვილეჯერიც მინდა რომ ჩავგეტო. კაი, არც აქ არ არის ღადაობ. გაუმორჯოს აქ ლუთი ხო არ არის ესეთებში მე მგონი არის როგორც მახსოვს. ვთხოვ რამე წესიერი. ოუ, ხო არ ღადაობ, პური. ესენი მოდი მაინც გადავიწევთ და პირველი რკინებით ვიპოვეთ მეგობრებო, თან პლუს ამას არმორიც გვაქვს, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ჩავიცვათ, მოვაწესრიგოთ ჩვენი ინვენტორი. მოდი ესე დავალაგოთ, რატომაც არა. რკინები და ყველაფერი გვაქვს უკვე. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. მეორეც? მეთქი მეორეც. და რა თქმა უნდა გამისწორდა. არა, აქ არაფერი არ არის. შედი ძმაო? ხო არ გადავა. ეს. შვენიერია. ოუ, ხო არ გადავა, მართლა მეორეც გაიჩიტა ჩემი. რა მაგარი ბედი მაქვს? ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, აქ არ არის ჩესტი. აბა ვნახოთ აქეთ რა ხდება. ვახრამის ლავაში ჩავხტით ჩემი. კაი. გთხოვ რა. ოფსიდიანები, რკინები ისევ. ესენი მე მგონი ისევ ყველაფერი მაქვს, გოლდები დავტოვეთ ჩემი. კაი, ესენი ისევ მაქვს, აჰა, ზაპასები მაქვს. მშვენიერია, ორი რკინას ხმალი. რაც რა თქმა უნდა გადასარჩენად მეყოფა თავიდან. კარგი, აბა აქეთ რა ხდება? აქეთ ჩავკეტეთ ერთი ვილეჯერი. თუ კიდე სადმე ვილეჯერს ჩავკეტავთ, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება. მინდა რომ ცოტა ზემოთ ჩავკეტოთ, თორე იქიდან ამოყვანა ძალიან რთული იქნება. კაი, აქ ზარი არცად არ გააქვთ. მოდი მანამდე მე ამებს ავიღებ, რომ ჩავკეტო ვილეჯერები. მაინც. აბა წავით. თქვენ მეგობრებო, ვიდეო დალაიქეთ, არხის გამოიწერეთ. ნუ. შედით ახლა, რატო არ შედიხართ? ეს კეივია? მე კეივი მეგონა. შედი რა ძმაო მანდვე. მოდი აქ შედი არ გინდა? ვერ ჩავკეტე სხვა ვერსად ვერაფერი. აქ შევიდა? ჯიგარი ხარ. ეს. ორი ვილეჯერი ჩაკეტილი, ორი კი არა მე მგონი 4 ვილეჯერი იყო ჩაკეტილი. კარგით. რა დაგვრჩა შემდეგი ჩვენ? ნამდვილად ხან რაც ვიდეოს ვიღებთ 7 წუთი. პური შევჭამოთ რა თქმა უნდა პირველ რიგში. აი სახლისად გავაკეთოთ ახლა მაგას ვფიქრობ რა უკვე მე. არც თუ ისე კარგი ადგილები არის. აქ ლაიბრერიან დადიოდა წერან სადღაც. წამოვნახოთ აბა რას ატრეიდებს. როგორც დავინახე, აი იქ დადიოდა. სადღაც ამ სახლის უკან იდგა და ისევ ამ სახლის უკან დგას. აბა ძმაო, რას ატრეიდებ? ინფინიტი? შენ ძმობას ვიცავარ. ხო არ მეღადავები, ბრატ. რო ჩეკეტო შენ. პრობლემა ხო არ გაქვს. დამელოდე. ეს მეგობრებო, მე როგორც ვიცი, ბოუზე რო დავადო, ერთი ისიც მყოფნის. ანუ ერთი ის არის მეყოფა და ვსო. მაგრამ სად მიდის? ეს. სად დავადე ჩემი, გაი. გავასწოროთ მოდი ესეც. ეს მაგარი ვილეჯერი არის ინფინიტი. მე მგონი მეგობრებო, ეგ არის თქვენ რა კომენტარებში დამიწერეთ, მაინც ვინც ერკვევით. ან ჩემზე კარგად. მაინც რომ მითხრათ რა. კი ბატონო, ჩაკეტილია ზომბები ვერ მოკლავენ ვერც ვერაფერი. ვერ მოკლავს. კაი, სახლის ადავაშინოთ რა. ეხლა მთავარი ეგ არის. კაი, თუ რაღაც არის ვილეჯერების მერე სადაც მეყურება ვილეჯერები, ეგეც უკვე მოსაფიქრებელი მაქვს. ესენი რა თქმა უნდა უნდა ავიღოთ. ვერ გადავდივარ. მე თქვენ რომ ვერ გადავდივარ ძმაო. ეს რა არის? ავიღოთ. ბევრი საჭმელი გვაქვს, რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ესენი რომ ამოგიშვათ პრობლემა ხო უყარ გაქვთ რა, მაინც თულად ხელ შემიძლის.
კაი, მე მგონი ჩემს სახლს აი აქ ავაშენებ. ამათ ქეივიც უნდა გქონდეთ, დაჟე როგორც ვიცი, სოფელთან არის ხოლმე ძალიან დიდი ქეივები, რომელიც გამომადგება. მომავალში დაიმონდებზე რო ჩავალთ, უკვე რკინები მაქვს. 10 რკინა მაქვს, ხო? ამით ერთი წერაქვს დავიკრავთავ და სხვა რას დავკრავთავ. აქ ასასვლელი ამათ როგორ არა აქვს. კი ბატონო, წერაქვს დავიკრავთავ. აქ გავაკეთებ ჩემს სახლს და აი ამ სახლს მოვშლი. და ამასაც მოვშლი. აქ გავაკეთებ მე უკვე მომავალში ვილიჯერების, სადაც ვილიჯერები მეყოლებენ. ან საერთოდ, კაი, მოდი მოვიფიქროთ. ამდენ რაც ვიღებ 10 წუთი. აქ ქიევი ხო არ არის შემთხვევით. ჩავიხედოთ მაინც. რო ვიცოდე. ჩავიდე, მე ამოსულ ხო არ გამიჭირდება. არ არის ქიევი. კაი, ანუ სახლი სად გავუკეთო ვილიჯერებს უკვე მაგაზე ვფიქრობ მე. იმიტომ რომ მინდა რომ აი ეს ყველაზე მაგარი ჰარდკორი იყოს, რასაც აქამდე ვთამაშობ. კაი, პირველ რიგში ხე მინდა. წამოვერთ ხე მოვჭრათ, რომ crafting table მაინც დავიგრავთო რა. და აი იმ პატარა ხეს მოვჭრი. თორე ძალიან დიდი ხანი მოუნდები. უცბად მოვჭრათ. და დავკრავთოთ crafting table, რომ ეს პურები, ეს რა ქვია, საწმელი გქონდეს რა. პატარა მეთქი და ყველაზე დიდი ხე არის მე მგონი, რავი. ესეც შვენიერია. და ვნახოთ ამ რკინებით რისი დაკრაფტავს შევძლებ ინადამება. თქვენ მეგობრებო, Windows დალაიქება, არხის გამოწერა და ზარიზღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ. ეს კარიბ დავკეტოთ. გადავამუშავოთ ჩვენი ხეები. ესეც ესე. ეს დავდგათ აქ. ესენიც გადავამუშავოთ კიდე ამათ და ვნახოთ რისი გაკეთება შემიძლია. კაი. წერაქვი რა თქმა უნდა მინდა პირველ რიგში. და სხვა რა დამჭირდება, ფარის დაკრაფტას თუ შევძლებ მომავალში. კარგით. აქ ხო არ დავამთავროთ, მოდი ერთი ღამე გავათინოთ მაინც, რომ ვიცოდე რა. და მეგობრებო, შემდეგ ეპიზოდში უკვე მე მეცდები რომ აღარ მოხვდი. თორე ძალიან მეწყინება და თუ მოვკვდი, დავიწყებ survival-ის თამაშს რა, რომ ერთხელ მაინც დავხურო. შემდეგ ვიდეოში მეგობრებო, უკვე მექნება ყველანაირი მატერიალი და ავაშენებთ უკვე ჩემს სახლს და უკვე გეტყვით, ასევე მოვიფიქრებ, სად მეყურება ვილიჯერები, ხო, სანამ ვილიჯერებამდე მივალთ, პლუს ამას ჯერ ისევ ფერმა უნდა გავაკეთოთ. შემდეგ ვიდეოში მეგობრებო, დავიწყებ სახლის შენებას. ამიტომ რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრი საჭმელი მაქვს. ჭიშტად დარიგეთ, ბევრი საჭმელი უნდა მქონდეს. მოდი ისინი მაინც ყველა გადავამუშავოთ. რამდენი მაქვს? 2 სტაგი და პლუს კიდე ზემოდან 25. რაც რა თქმა უნდა ბევრი არის. საჭმლის პრობლემა არ გვაქვს. აი მე ხა ვიგეთოთ რამდენი პურის გაკეთება შემიძლია. 51 პურის გაკეთება შემიძლია, რაც ბევრი არის. აქეთ აი ეს რა არის, ერთი წუთით მეგობრებო, გავიდეთ, მოდი იქით უცბად, ნახოთ. პლუს ამას 5 ობსიდიანიც მაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მალე გადავალთ, რა ქვია იმას, ჯოჯოხეთში. ნახოთ აქეთ რა ხდება. ოპ, ლავა, ხო არ გადავა. და ის რა არის მეგობრებო? რა კარგა გამიმართლა. მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, აქ ხო არ გავაკეთო. მოდი აქ დავთისავ ამებს. ამასთან ახლოს მექნება. თან თემ სახლთან ახლოს იქნება. ესენი ესე დავთისოთ, მოდი. აქე დავთისოთ, ეხლა ამებს რა ვიღებ. დავთისავ აქეთ. და ესენი დამჭირდება ყველაზე მეტად, ეხლა ისინი დამჭირდება. 5-4 ავიღე და ესენი დამჭირდება ფერმერი როცა მეყოლება ამებს გადავა, ანუ ამებს ტრეიდებისთვის გამომადგება და ეს მე მგონი კი ბატონო თესლას მაძლევს. შვენიერია, ესეც ავიღოთ, მოდი უცბად. ესენიც ავიღოთ და წავიდეთ და ჩვენი ender ისა რა ქვია, ruined portal-იც გავლუთოთ. იმედი მაქვს ძალიან კარგი ნივთები იქნება და პლუს ამას იმ gold-საც მოვტეხავ, რაც ზემოდან ადევს gold-ის blocks. და რამდენი gold-ი მექნება? მე მგონი 2 მაქვს ახლა ინვენტორში. ნახოთ. 3 მაქვს. 12 წელი მექნება ის 900-ს მომცემს, რაც კარგია.
ვნახოთ. აუ, ორი ვახ რა მის ჩავარდი და ოპა. აჰა, გადავალთ ჩვენ უკვე ნეზერში, ესეც გავიტანოთ. მოდი ყველაფერს გადავიტან. იმიტომ რომ არ მინდა ეგრევე მოვკვდე. ესე ყველაფერი რო ინვენტორში მქონდეს რა. ეს ჩესტიც ავიღოთ, რა თქმა უნდა. და ავიღოთ უკვე ჩვენი რკინებიც კი არა ეს გოლდის ბლოკები 2 ცალი. იმიტომ რომ გოლდიც რა თქმა უნდა საჭირო ნივთი არის. მე ვეცდები ახლა რომ აქ არ მოვკვდე. და იმედი მაქვს ეს არ მოხდება. და წყლამდე რომ მაინც მივალ. 3 ბლოკი მეყოფა ისე დარიგით უკვე. ავიდეთ. ჩვენი გოლდის ბლოკიც ავიღოთ. კი ბატონო, ერთი ბლოკი ავიღეთ. ეხლა რაც მთავარია, აქ ეს ბლოკი არ უნდა დამეწვას მე. ამიტომაც ისე გვჭირდება ჩვენ ბლოკები და გარშემო ჩავულაგოთ მაინც რომ არ დამეწვას. 9 კი არა, 21 მექნება. დრო არის ესეც რო ავიღოთ, იმედი მაქვს. ქვემოთ არ არის, შვენიერია. რუინდ პორტალიც გავლუთეთ. წამო ეს 4 ცალიც დავთესოთ იმასთან ახლოს. და დავასრულებ მეგობრებო ვიდეოს, თორე 16 წუთიანი ვიდეო, 18 წუთიანი ვიდეო გამოვა დაახლოებით. სოფელი ნაპოვნი გვაქვს, ვილეჯერები ჩაკეტილი გვაქვს, რკინები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. მოიცა 7 რკინა როგორ დამრჩა? ეხლა ვიპოვე მე მგონი აქ რკინები. რატო ვერ დავთესე? რკინები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. მეგობრებო, როგორც ხედავთ, შემდეგ ვიდეოში უკვე ავაშენებ, დავიწყებ, ანუ ყველანაირი მატერიალი მექნება, რომ სახლი ავაშენო. და შემდეგ ვიდეოში სახლს ავაშენებ, იმის შემდეგ ვიდეოში ისევ ცხოველებს მოვიყვან. რომ ცხოველებს პრინციპში გავუკეთებ სახლს ან აქ ქვემოთ. ან იქით რა. იქით გავუკეთებ, ასევე აქ გავაკეთებ ფერმებს, სადაც დავთესავთ ვინთებს და ყველაფერს, რაც შეიძლება რომ დავთესოთ. და მოდი აქ მაინც ერთი პური მაინც გავიკეთოთ, თავი რო არ მოგვიკვდეს ჩვენი კაცი პერსონაჟი. რავი, გადახედეთ მეგობრებო, ესენი ვიპოვეთ. მოდი ეს მაინც გადავამუშავოთ, 21 ცალი მოქვს. კი ბატონო, რკინები გვაქვს. თითქმის ყველაფერზე მეყოფა. ფარი მოდი მაინც დავიგროვდოთ და 6 ცალი დაგვშე ხომ? მოდი ამ 6 ცალით ჩვენ რა გავაკეთოთ? გავაკეთოთ 1 ცალი PKX კი არა. რა ქვია მას? ნაჯახი. და 3 ცალი დაგვშა და ამით გავაკეთებ აი ამ ნივთს. პაკეტს. იგივე ვედრას. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგიზნებათ ეს ვეჭვი და ლაიქით და კომენტარით გამოიწერეთ შემართ და გააქტიურეთ არის წილაკეთ შემედები არ გამოვდოთ. მე კი შეგხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით.